მოგესალმებით, ქალბატონო ანა, ნათლისღებას გილოცავ თქვენ სრულიად საქართველოს და ეს უდიდესი დღესასწაულია, რომელიც უფრო გულმოწყალეს უნდა ხდიდეს, მათ შორის ისეთ რეპრესიულ სისტემას, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ და საკუთარ თავს უკეთებს ადამიანი პირველ რიგში სიკეთეს, როცა აკეთებს, კეთილსაქმეს, როცა აკეთებს და როცა საქმე ეხება უსამართლო დატყვევებულ ადამიანებს, რომლებიც ციხეში სხედან მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს თავისუფლებას და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავენ. არავის, ვისი ისტორიებიც ეხლა საზოგადოებამ უკვე გაიცნო, ვის ისტორიებსაც ჩვენ სამართლებრივად ვაანალიზებთ, ვერ ვხედავთ იქ დანაშაულის ნიშნებს და დამნაშავეების შეწყალებაზე კი არ არის საუბარი, როგორც წესი შეწყალების აქტი, როგორც პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილების ერთ-ერთი მანდატი ვრცელდება მათ შორის დამნაშავე პირებზე. ჩვენ საუბრობთ უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებიც ციხეში გამოკეტეს და თითოეულის ისტორია არის ძალიან ამაღელვებელი. მე არ მაქვს დიდი მოლოდინი, ჯერც ერთი საერთოდ გონია, რომ ასევე მორალურადაც გაუმართლებელია, რატომ უნდა იყოს ეს დღის განმავლობაში ამ ლოდინის რეჟიმში საზოგადოება დილით შეეძლოთ ვიზეც ავრცელებდნენ ამ აქტს და გამოეცა თუ უნდათ. რაც შეეხება მძევლებს, უკანონო პატიმრებს, სინდისის პატიმრებს, ეხლა ზვიადის დედას უსმენდი და რა არაჩვეულებრივი ქალბატონია თავისი გულწრფელობისა, როგორც ყველა დედა, რომელიც სამაგალითო გახდა ამ ბრძოლაში და საკუთარი შვილების ისტორიას აგრძელებენ რაღაცა უფრო მეტად ალბათ რომ არ შეიძლება ისეთი ემოციური და მორალური სიღრმით და საზოგადოებისთვის ეს მუდმივი სინდისის ხმა არის მათი ხმა. აი ზვიადის დედა, ეკა წერეთელი, გიორგი ჩიკვაიძის დედა, სხვების დედები საბა ხვიტარიძის და ასე შემდეგ. მზიას ოჯახი და რა ვიცი თითოეული სინდისის პატიმრის ოჯახის წევრები, დები, მათი ძმები, არ ვიცი, ვისაც კი ჩვენ ხედავთ ამ დღეების განმავლობაში, საზოგადოებისთვის ეს მუდმივი მორალური, პირველ რიგში მორალური შეხსენებაა იმისა, რომ არ შეიძლება ჩვენ მოვდუნდეთ და მეორე, ეს არის სინდისის ხმა, რომელმაც არ ვიცი როდის, მაგრამ შესაძლოა გაიღვიძოს ოცნების იმ რეპრესიულ სისტემის შემქმნელებში, რომელთაც ამ ადამიანების გარეთ გამოშვება ესე ეშინიათ. თვითონ პატიმრების განწყობა მე რაც ვიცი, იმიტომ რომ მათ მესაუბრები ხვდები ციხეში ახალი წლის წინა დღეს ზვიად სანდრო ჭიჭინაძეს და გიორგი ჩიკვაიძეს ვესაუბრე. იცით როგორ არის პატიმარი, რომელიც განსაკუთრებით უსამართლოდ იხდის სასჯელს, ყოველთვის ელოდება, ყოველ წამს ელოდება, შეიძლება არ ამბობს, მაგრამ ის თავის ქვეცნობიერში სულ აქვს მოლოდინი, რომ მისი საკნის კარი გაიღება სამართლის გამო, გაიღება სამართლიანობის გამო. მათ ეხლა მოწყალების მოლოდინი შეიძლება არ აქვთ და არც არასდროს არ ითხოვენ ამას, არ გადადგამენ ამ ნაბიჯს. მე მგონი ყველას ესმის უკვე და თუ ვერ გაიგო ოცნებამ, შეიძლება მხოლოდ იმიტომ ვერ გაიგო, რომ მათ უჭირთ ასეთი ინდივიდუალური გმირობის აქტის საკუთარ თავში გააზრება, მიღება, იდენტობა არ აქვთ ამ პროცესთან, არ ესმით, უცხოა მათთვის. ამიტომ მათგან არ ველოდები მე რაღაცა შინაგანად შეწუხდნენ, არა, უბრალოდ თუ საჭირო ჩათვლიან, რომ პოლიტიკურად მაგალითად მზია ამაღლობელი, ან ელენე ხოშტარია, რატომ უნდა ყავდეთ ციხეში? ისე რომ მათ დანაშაული არ აქვთ და თუ ეს უბრალოდ პოლიტიკური წნეხი იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ველოდები, რომ ესეთი გადაწყვეტილება მიიღონ, თორემ მორალური ქეჯნა სინდისის და განცდა იმისა, რომ ამით ეს ადამიანები კი არ დაატყვევეს, სამართალით გაანადგურეს, მოსამართლეებიც ამ უსამართლო მშავდებებით აქციეს სისტემის ჯალათებად და ვუყურებთ ჩვენ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას. ამ სამართლის გამცოცხლებელ ძალიან ღირსეულ მოსამართლეს, რომელმაც ერთმა ჯერჯერობით ერთადერთმა ბედა სამართალს პატივისცა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
წარდგინები და უთხრა, რომ ეს კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, არ არის კონსტიტუციური და ასე დროს მოსამართლე არ იყენებს ამ კანონს და მან ეს გააკეთა. ეს იყო საოცარი მაგალითი სხვებისთვისაც და მე ველოდები სხვა მოსამართლეებს გაუჩნდებათ თუ არა უბრალოდ ღირსების განცდა. აი, გაუჩნდებათ თუ არა სურვილი, რომ ასეთი მოსამართლის თავისუფლებას ერთი დღე მაინც ეზიარონ, საკუთარ თავს მისცენეს თავისუფლება, თორე სისტემა საბოლოოდ ინგრევა. აი ისეთი სისტემაც კი როგორიც ახლა არის ირანში, ხო, აი რომელიც წარმოუდგენლად რეპრესიული და საოცარ მარწუხებში ამყოფებს საკუთარ მოქალაქეებს, ვერცის ვერ უძლებს თავისუფლებისთვის ბრძოლის ენერგიას და ახლა საქართველოს ისტორია როგორ შეგიძლია წარმოიდგინო ადამიანმა ოცნების აი დღევანდელი ნებისმიერი, რა ვიცი, მსახურის თვალით რომ შეხედავ, რომ ეს ისტორია დაატყვევო შენი ვიწრო პრიმიტიული რაღაცა მერკანტილური ინტერესების მარწუხებს. შეუძლებელია. ეხლა თუ დღეებს ითვლიან, როგორც აი ძალაუფლების შენარჩუნების რაღაც ვადას დათვლავთ, რომ აი ამდენი ხანი გაუძლეს. გაუძლეს იმის ხარჯზე, რომ ჩვენ საზოგადოება არ არის ბუნებით რევოლუციონერი და მას სულ უნდა რომ შვიდობიანი ცვლილებით მოახდინოს გარდატეხა და აი სიგნალი საზოგადოების მუდმივი პროტესტის ხმა ჯერჯერობით არ აფხიზლებს ოცნების გუნდს. უკვე ისი არიან ისინი ჩაკარგულები საკუთარ მატერიალურ რაღაც ინტერესებში, მაგრამ ეს მაინც შეიცვლება. ეს მაინც მოხდება. ის გისოსების კარი გაიღება, ისევე გაიღება, როგორც 2012 წელს არასდროს არ დამავიწყება ის ემოცია, ამნისტია რომ მივიღეთ და ის საშინელი გლდანის ალაყაფის დიდი რკინის კარი რომ გავხსენი და პატიმრები რომ გამოვიყვანეთ. გაიხსნება ეს კარი დღეს, ხვალ, ზეგ, არ არის ბევრი დრო ამისთვის საჭირო, უბრალოდ უნდა ესმოდეს ყველა მოსამართლეს, ვინც ხელს აწერს მათ განაჩენს, რომ ისტორია ინახავს ამ განაჩენებს. ჩვენ ამას ვინახავთ, ამას ჩვენ ვადოკუმენტირებთ, ამას ჩვენ მათ წინ დაუვდებთ, ამას ჩვენ მათ გავახსენებთ. ამისთვის პასუხი სამართლით მოეთხოვებათ, არა ინდივიდუალურად და არაფერი არ იკარგება. უბრალოდ დღეს შანსია იმისი, რომ აი მაგალითად დღევანდელი უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში და გააკეთო ეს იკეთე საკუთარი თავისთვის, თორე ხა მზია ამაღლობელს ან ელენე ხოშტარიას ან ამ ზვია ცეცხლაძე საოცარი მართლაც აი ბოლოს ქონდა გამოცდისთვის მეცადინებდი სამართალში და აი როგორი დიდია, იცით, ანა, აი რო უყურებ ხო ასაკეთ პატარა და მეგონა ველაპარაკებოდი არა სტუდენტს რომელიც გამოცდისთვის ემზადება და კითხვებს მისმევდა და სისხლის სამართლის და ადამიანის უფლებებში მეცადინეობდით. მეგონა ველაპარაკებოდი უკვე დამთავრებული და შემდგარი ურის, რომელსაც აქვს უდიდესი პასუხისგებლობა. აი რომ ველაპარაკები იგივე ანდრო ჭიჭინაძეს, ნუ აი ვერ მოუძებნი ადამიანს ნაკლს. არ ბრაზდება არავიზე, არ აქვს არავის მიმართ აგრესია, მიუხედავად იმისა, რომ დაატყვევეს სრულიად უდანაშაულო თვითონ ქონდა დაზიანება მიყენებული. სხვა შორის ხვალ არის პროცესი, აი სინდისის პატიმრების ამ ჯგუფი, სადაც ანდროა ჭიჭინაძე. აი არ ვიცი ხვებს გიორგი ჩიკვაიძის ისტორია ავიღო და ირაკლი პაპიაშვილი სრულიად უდანაშაულო ეს ბიჭი. გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც აი სრულიად რაღაცა მარტივი სამოქალაქო საქმით უცებ შემოატრიალეს, იმიტომ რომ იდგა ისიც ევროპული აქციების მხარდამჭერად და ამხელდა სისტემის რეპრესიულ სახეს, აღმოჩნდა ციხეში და დღეს რომ ხვდები მას ეტლით მოყავთ და ყველა შეხვედრა ძალიან მძიმე და ემოციურია ჩემთვის, თუმცა შინაგანად გაუტეხელია. საბას ხვიტარიძის ისტორია, როგორ აწამეს ეს ბიჭი და მე ხა სამარტო საკაში, არის რომელი ერთი მათე დევიძის ისტორია, აი რომელი ერთი არ ვიცი. ჩვენ ვარ დღეს იმ ისტორიის მონაკვეთის და მნიშვნელოვანი მონაკვეთის მონაწილენი, როდესაც ვნახეთ ინდივიდუალური აქტები გმირობის, აი სრულიად მოულოდნელად ისეთი ადამიანებისგან, რომელსაც საზოგადოება არ იცნობდა და მეორე მხარეს ანტიგმირები,
რომლებიც იმიტომ რომ საკუთარ თანამდებობაზე აი ესე მყარად ჩამღაუჭდნენ ქვეყნის მომავალს წირავენ და გადაეღობნენ წინ გონიათ რომ ისინი შეაჩერებენ ახლა საქართველოს სახელმწიფოს განვითარებას. უბრალოდ ჩვენ რთულ პროცესს გავდივართ ადამიანურად, მორალურად სამართლებრივად ქვეყანა გასული ამ არჩევნებიდან, სად არის საკონსტიტუციო სასამართლო, სად არის, რაც აკეთებს ამ როლს. აი, როდესაც უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება მათგან და იმის თქმა, რომ ეს კანონები უკანონოა და შეაჩერეთ ტროტუარზე დგომის გამო ვის გაუგია ადამიანების დასჯა. ეს ხო კონსტიტუციური უფლებაა, ეს ხო აღიარებულია საერთაშორისო სამართლიდან. გაუქმებულია ყველაფერი, მაგრამ დროებით, იმიტომ რომ მე მითხრა ყველა მათგანს უთხრა რომ გამხნევდით, თქვენ არაფერი გჭირთ მართლაც მოწყალების მისაღებად არა გაქვთ არანაირი თქვენი საქმეები და თქვენი ვითარება ისეთია რომ ეს მოწყალება მათ ჭირდებათ და შეწყალების აქტი საკუთარი თავისთვის შეიძლება გამოიტანონ. უბრალოდ ძალიან მალე ეს ყველაფერი დამთავრდება და ეს ტკივილი და განსაცდელი ამ ახალგაზრდებს, ამ ტუსაღებს გაზრდის, გააძლიერებს საზოგადოებას, ისინი უფრო ძლიერები დაუბრუნდებიან და ჩვენ რაღაცნაირად მივხვდებით ოდესმე მაინც და ალბათ ეხლა ის დრო რა არასოდეს არ უნდა დაუშვათ და არ უნდა დაუშვათ რომ სამართალი აღმოჩნდეს ჯალათების ხელში და აქ არ შეიძლება არანაირი კომპრომისი, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. თვალის დახუჭვა ამაზე ნიშნავს აი დღეს, აი ამ რეალობას და აი ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ მომავალში არ დაუშვათ, რომ ჯალათების ხელში იყოს სამართალი და ჯალათები უნდა გაუშვათ, მოვიყვანოთ წესიერი ადამიანები, ვის მიმართაც ნდობა იქნება და ვის ხელშიც სამართალი არ გამრუდდება. კი ბატონო. მადლობა, ნახოთ დღის ბოლომდე ალბათ გახდება ქალბატონო ეკა ცნობილი შეწყალებულთა მსია და იმედია რომ რაღაცა ცრუ მოლოდინები არ შეუქმნეს მათ შორის იმ ადამიანებს რომლებიც დილიდან ამ დრომდე დგანან ციხეებთან და საპატიმროებთან. ნახოთ ეს ყველაფერი დღის ბოლომდე გაირკვევა. მადლობა. ეკა ბესელია იყო ჩვენი ეთერის სტუმარი. დღევანდელი ჩვენი ეთერი